მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. თქვენი მყოფებით არხზე ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა შეეხება ესეთ შეკითხვას, იყო თუ არა ეს ნამდვილი გრძნობა, იყო თუ არა ეს ნამდვილი სიყვარული. ჩვენთან კონსულტაციაზე ხშირად მოდიან ხოლმე ადამიანები, საკმაოდ არეულები, საკმაოდ დაბნეულები, იმიტომ რომ არავისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ მინდა ამ ვიდეოთ ესე არავინ არ გაიგოს, უბრალოდ სხვადასხვა ადამიანის აღქმა გამომდინარე იქიდან რომ არის განსხვავებული, ზუსტად ისეთივე განსხვავებული აღქმა შეიძლება ჰქონდეს ტაროლოგს, ფსიქოლოგს და ასე შემდეგ, თუნდაც იგივე სულიერ წინამძღოლს და ხშირად რატომღაც ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია, მხოლოდ საკუთარი პირადი გამოცდილებიდან ამბობენ ხოლმე ადამიანები რაღაცა გარკვეული ტიპის რჩევებს, დარიგებებს იძლევიან ამას და საერთოდ არ ითვალისწინებენ მეორე ადამიანის მდგომარეობას, ფსიქოლოგიურ განწყობებს და ასე შემდეგ. რატო ვამბობ ახლა ამას და რატომ მინდა რომ ესე კაფიოთ შევეხო. ვინც არ უნდა იყოს ჩემო ძვირფასებო, თუნდაც მე ვიყო მათ შორის და ვისთანაც თქვენ არ უნდა გაიაროთ კონსულტაცია. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ საკუთარი გადაწყვეტილების პასუხისმგებლობა სრულად გეკისრებათ თქვენ, სრულად იმან მითხრა და ესე გავაკეთე, იმან მითხრა და ასე გავაკეთე, ეს არ ქნათ ჩემო კარგებო, იმიტომ რომ მით უმეტეს თუ აქ ჩართულია არაპროფესიული და არაპროფესიონალური მიდგომა გარკვეული საკითხების მიმართ, ძალიან დიდ შეცდომაში და ჩიხში შეიძლება შეგიყვანოთ თუნდაც ფსიქოლოგმა, თუნდაც ტაროლოგმა, თუნდაც ასტროლოგმა და ასე შემდეგ. ამისი ძალიან დიდი და კარგი დადასტურებაა ის, რომ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არის ნებადართული ფსიქოლოგის პრაქტიკის განხორციელება, მანამ სანამ ამ ადამიანს არ აქვს შესაბამისი დამადასტურებელი სერტიფიკატი. და ეს სერტიფიკატი იცით რითი დასტურდება? იმით, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჯერ ამ ადამიანმა შეისწავლა ყველა საფეხური და მერე ის რომ ამ სწავლის პროცესშიც და არა მხოლოდ სწავლის, არამედ სწავლის დასრულებიდან უკვე პროფესიულ პრაქტიკაზე გადასვლის მომენტშიც სავალდებულოდ მოითხოვება, რომ ფსიქოლოგები და ესეთი პრაქტიკოსები, თუნდაც გეშტალტ თერაპევტები და ასე შემდეგ გადიოდნენ საკუთარი პირადი ტრავმების დამუშავების ხანგრძლივ ციკლს. ეს განპირობებულია იმით, რომ ამ ადამიანებმა საკუთარი ტრავმები ან საკუთარი შეხედულებები მასთან მოსულ კლიენტებს თავს არ მოახვიოს და საკუთარი სცენარი არ გაუთამაშოს მაშინ, როცა ის ადამიანი სულ სხვა გზით უნდა წასულიყო რეალურად. ამიტომ სამწუხარო ფაქტია, რომ დღეს ძალიან ბევრ ადამიანს ჩვენს ქვეყანაში უჭირავს ტარო და ეს გასართობ საგნად აქციეს. ძალიან ბევრ ადამიანს ჩვენს ქვეყანაში აქვს იმისი პრეტენზია, რომ არის ფსიქოლოგი. ძალიან ბევრ ადამიანს ჩვენს ქვეყანაში და არა მხოლოდ იცით რა ჩვენს ქვეყანაში, მოკლედ ბევრი რო არ გავაგრძელო, მიმიხვდით თქვენ მე ისი თქმა მინდა. ძალიან კარგად და ყურადღებით აირჩიეთ ჯერ ესეთი სპეციალისტი, ვისთანაც მიხვალთ ნებისმიერი ტიპის სესიის ჩასატარებლად. ეს იქნება ტაროლოგია, ეს იქნება ენერგოპრაქტიკა, ეს იქნება ფსიქოლოგიური რჩევა და ასე შემდეგ. და თუნდაც ტაძარშიც რომ მიხვალთ, მე არ ვაკნინებ აქ არავითარ შემთხვევაში ღვთის სახლს. ტაძარშიც რომ მიხვალთ, იქაც ყველა მამაოსთან ვერ დადგებით და აღსარებას ვერ ჩააბარებთ. და რატო ხდება ეს, იცით, ადამიანის სულს ირეკლავს ხალხო, ეს არ უნდა უგულებელყოთ. ვიღაცისთვის რომ ვიღაცა კარგია არ ნიშნავს, რომ აპრიორში თქვენთვისაც კარგია და ეს მეხება მეც.
და ძალიან კარგად მაქვს გაცნობიერებული და ამას ადასტურებს რა იცით ჩემს გვერდზე ძალიან იშვიათად, მაგრამ პირდაპირ ამ სიტყვას გამოვიყენებ, შემოსეირნებული, გაურკვეველი დანიშნულების და მიზნის მქონე ადამიანები, რომლებიც ტოვებენ რაღაცა უაზრო კომენტარებს, აი ძალიან დიდი ბოდიშით ამ ჩემი სიმკაცრისთვის, რომ თურმე ძალიან დიდხანს ჩეხავ ტაროს, ან რა ვიცი, რომ მე თვითონ რა ვიცი, რომ თქვენ რჩევას გაძლევთ და ასე შემდეგ. მე ერთი რამ მინდა ვთქვა, სანამ მე საერთოდ გვერდს გავხსნიდი და სანამ გადავწყვეტდი, რომ საკუთარი თავისთვის დამერთონება ხელში ამეღო დასტა და საკუთარი თავისთვის დამერთონება თქვენთვის საჯაროდ სივრცეში გარკვეული რჩევის, ინფორმაციის თუ ასე შემდეგ გაჟღერების უფლება მიმეცა, ხო? ჯერ ხო ძალიან ბევრი ვიფიქრე. და ძალიან ბევრი ვიმუშავე ჩემო ძვირფასებო აქამდე მოსვლისთვის და მაინც მიუხედავად ყველაფრისა ნებისმიერი ჩემი კონსულტაცია თავდება ადამიანების შთაგონებით. იმ შთაგონებით, რომ ადამიანებმა უნდა იპოვონ საკუთარი გზა თვითონ. ამიტომ ძალიან გთხოვთ, ნუ დააკისრებთ. ადრეც თქვი მგონი მსგავსი ტიპის განცხადება, ადრეც გავაკეთე, ეხლაც იგივეს ვიმეორებ. ნუ დააკისრებთ, ნუ რავის თქვენ სწილ პასუხისმგებლობას და ნუ იტყვით, რომ იცი რა, მე მეგონა რომ რაღაცა იმას უყვარდი, იმიტომ რომ იმან მითხრა. მე მეგონა რომ ეს გააკეთე და უნდა გავეკეთებინა, იმიტომ რომ იმან მითხრა. ყოველთვის შეიტანეთ ეჭვი, ვინ რას გეუბნებათ იმაში. და ყოველთვის გადაამოწმეთ, არის თუ არა იმაში ჭეშმარიტების მარცვალი. და მით უმეტეს არასოდეს არ დაიჯეროთ ადამიანების, რომლებიც მტკიცებითი ფორმით ამტკიცებენ რაღაცას, რომ ეს აუცილებლად ესეა. ამ სამყაროში იმდენი შეუცნობელი რამ ხდება, არ ამგონია, რომ სტანდარტული მოკვდავი ადამიანების აი ესე დიდ ნაწილს, რომელმაც გუშინ აიღეს დასტა ხელში და საერთოდ გუშინ გაიგეს რა არის ფსიქოლოგია და ასე შემდეგ, აი ესე ეძლეოდეთ ინფორმაცია ყველაფრის მიუხედავად. იმიტომ რომ მე აქამდე ძალიან დიდი გზა გავიარე. მე არ ვამბობ, რომ რაღაც განსაკუთრებული ვარ, ამას არ ვამბობ. უბრალოდ ვიცი, რამხელა პასუხისმგებლობაა თქვენს წინაშე წარდგენა. და ამიტომ ერთადერთი რისით ხოვნაც მინდა არის ის, რომ თქვენც აიღეთ თქვენი წილი პასუხისმგებლობა ისევ საკუთარ ცხოვრებაზე. მე ხო არ გთხოვთ, რომ ჩემ ცხოვრებაზე და ვიღაც სხვების ცხოვრებაზე აიღოთ პასუხისმგებლობა. თქვენს ცხოვრებაზე აიღეთ პასუხისმგებლობა, თქვენ გადაწყვეტილებებზე აიღეთ პასუხისმგებლობა და დაუკვირდით რა, ვინ რა რჩევას გაძლევთ და მანამდე რა ცხოვრებით აქვს ნაცხოვრები ამ ადამიანს, როგორ მოვიდა საერთოდ აქამდე, აი მაგას დააკვირდით. და ეს ძალიან ბევრ და დიდ მინიშნებებს მოგცემთ ცხოვრებაში. ეს შესავლის სახით, იმიტომ რომ ძალიან გამაცხარა ერთმა კომენტარმა ჩემს წინა ვიდეოზე და ეხლა მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ყველა ადამიანი, რომელიც მე მისმენს, თუ არ მოგწონთ ჩემი კონტენტი და ჩემი ვიდეოების შინაარსი, ნება თქვენია ჩემო კარგებო, არავის არ დაუძალებია აქ თქვენი მოსვლა და მით უმეტეს არავინ არ დაგიჭერთ თქვენ აქედან წასვლისგან, ხო? მიბრძანდით და დალოცულები ყოფილიყავით ჩემგან და სამყაროსგან. მაგრამ თუ ისმენთ ამ ვიდეოს, თუ მოგწონთ, თუ ითვალისწინებთ და არა თუ მადლიერებას, არამედ ეგოისტურად გამოხატავთ მავნებლურ ქცევებს, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ დაიბლოკებით საერთოდ ყველა ნაბიჯზე ცხოვრებაში. ამას გარანტიას გაძლევთ მე პირადად. გარანტიებს მე ჰაერზე არ ვისვრ, ჩემო კარგებო. აი ეს მინდა რომ გახსოვდეთ და იცოდეთ და გაითვალისწინეთ. არ გემუქრებით, უბრალოდ გაფრთხილებთ, რომ ეს ესე მოხდება და უმადური ადამიანები ცხოვრებაში წარმატებას ვერ აღწევენ. ვერ აღწევენ წარმატებას ცხოვრებაში და ნუ იქნებით იმ უმადური ადამიანების რიგებში, რომლებიც მერე ვითომ სამყაროზე განაწყენებულები მიდიხართ და 1000 უბედურ პრაქტიკას მიმართავთ, რომ იცით რა, თურმე არ უმართლებს და გზები გაუხსენით მერე. ეს გზები რის საფუძველზე ჩაგეკეტათ, თქვენ სულებში ჩაიხედეთ, ჩემო ძვირფასებო. აი ეს იქნება ყველაზე დიდი პასუხი. იმაზე რა კითხვებიც გაქვთ და რა კითხვებითაც პრაქტიკოსებს მიმართავთ ხოლმე ძალიან ცუდი და არასწორი манипуляციებისთვის. აი ეს. და აქვე მინდა გთხოვოთ, სულ გიმეორებთ, რომ მადლიერება
გამოხატეთ არხის ან გამოწერით, ან დაკომენტარებით, ანუ ყველაზე ისეთი სუბუქი რაღაც არის, რომ გამოიწეროთ არხი, არც კომენტარში გამოჩნდებით, არც ლაიქში გამოჩნდებით, არც და გამოჩნდებით. უბრალოდ გამოიწერეთ. თუ არ გინდათ მანდა მაინც რომ სივრცეში სადაც ხართ, სხვამაც იცოდეს, რომ თქვენ ამას უსმენთ. და ამაზე წინა ვიდეოში მე უკვე პასუხი გითხარით, რომ თუ უსმენთ, ესე იგი გაინტერესებთ. თუ გაინტერესებთ, ესე იგი გჭირდებათ. თუ გჭირდებათ, ესე იგი იყენებთ. ხო და აი ამ ყველაფერს მიზეზშედეგობრივად რომ გავყვეთ, ამისათვის ელემენტარული მადლობა უნდა გადაიხადოთ. აი ესე ცოტა კაცრი შესავალი გამომივიდა, მაგრამ ვისაც ეკუთვნოდა და ვისაც ეხებოდა, ის ადამიანები მოისმენენ ამას, იმედი მაქვს, თუ არა და გადასცემენ მაინც. და ჩვენ მივხედავთ დღევანდელ საჯარო გაშლას, კითხვით იყო თუ არა ნამდვილი სიყვარული თქვენს შორის. მოდი ჯერ ვნახოთ თქვენი ენერგეტიკული მდგომარეობა, სად ხართ, ხო? და მერე ვნახოთ უკვე რა ხდება. სად ხართ მაჩვენეთ? კვერთხების ტუზი მოვიდა. კვერთხების პაჟი და რვიანი კვერთხები. ენერგეტიკული მდგომარეობა აქ ჩემო კარგებო არის ზუსტად ის, ეს შესავალი ტყუილ არ გამიკეთებია აშკარად, არის ზუსტად ის, რომ თქვენ აირჩიეთ თქვენი სულიერი განვითარება. თქვენ აირჩიეთ ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგომა და ეს გზა ძალიან კარგად ხვდებით, რომ მარტივი ვერ იქნება, ხო? მარტივი დღევანდელ ცხოვრებაში სამწუხაროდ არის ფარისევლობა, ვირეშმაკობა და 1000 მავნებლური ქცევა. ეს მარტივია. დღევანდელ სამყაროში ეს ვიბრაციები ძალიან გაბატონებულია. მარტივი არის ის, რომ ეცადოთ და აი ამ უკუღმართი მოცემულობის ფონზე მაინც ეცადოთ და დარჩეთ ადამიანით. აი თქვენ ეს გზა გაქვთ ჩემო ძვირფასებო არჩეული და მე ძალიან მაბედნიერებს, რომ ჩემი მსმენელების თითქმის 100%-იანი უმრავლესობა სწორედ რომ ესეთი ადამიანია. და ის, რომელიც ჯერ არ არის ამ გზაზე, ხო, მაძიებლურ ენერგიებშია გადასული და ჭეშმარიტების ძიებაში ხართ. და ესეც ძალიან მახარებს და მაბედნიერებს და მარწმუნებს იმაში, რომ შემთხვევით არ ვარ მე თქვენს სივრცეში მოსული ადამიანი, ისევე როგორც თქვენ არ ხართ შემთხვევით ჩემს სივრცეში წარმოდგენილი პიროვნებები, ხო? აი ესეთია თქვენი ენერგეტიკა ახლა, ანუ თქვენ აირჩიეთ გზა სულიერი განვითარების, რომელიც აი წეღარო გითხარით, მარტივი გზა არ არის, მაგრამ სამაგიეროდ ჭეშმარიტი გზა. არკანი მეტრი. ჭეშმარიტი გზა. თქვენ ძალიან კარგად არჩევთ ჩემო ძვირფასებო შავს და თეთრს ერთმანეთისგან. არაჩვეულებრივად არჩევთ. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც აი ახლა დგახართ გზა გასაყარზე. აი საით წავიდე, აი რაღაცა წყალგამყოფი ენერგიები გაქვთ. თითქოს საით წავიდე, რა ეტაპზე გადავიდე და რა გავაკეთო. ნახეთ არკანი იმპერატრიცა, არკანი კოშკი და რაინდი ხო პენტაკლების, აი თქვენ აირჩიეთ წარსული ჩვეულებებისგან გათავისუფლება და ახალ ცხოვრებისეულ ეტაპზე გადასვლა. ნახოთ ახლა თქვენ შორის ადამიანი, რომელიც ჩაიფიქრეთ აი იმ ადამიანსა და თქვენს შორის ცოტა ხანი ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ და ვნახოთ, იყო თუ არა ნამდვილი გრძნობა. თქვენ ვინც ჩაიფიქრეთ იმ ადამიანსა და თქვენს შორის, იყო თუ არა ნამდვილი გრძნობა, ჯერ რა ხდება თქვენ ურთიერთობაში, ეს ვნახოთ. რა ხდება თქვენს ურთიერთობაში. ორიანი კვერთხები, არკანი ვარსკვლავი, ცხრიანი ხმლები. ჩემო კარგებო, აქ თქვენს შორის ამ ეტაპზე არის იცით როგორი ენერგია? აი გზას რო გაყურებთ და მოლოდინი რო გაქვთ. ოღონდ ეს მოლოდინი არ არის ყოველდღიური, გაფაციცებული, რო აი მთელი
მთელი რესურსით რო ელოდებით. არა, უბრალოდ აი თქვენს შიგნით სადღაც თქვენს ემოციებში, ხო? გაქვთ ეს განცდა, რომ შეიძლება ურთიერთობა აღდგეს რაღაც მომენტში, აი თითქოს ძაფისებურად, ეს წვრილი იმედის ნაპერწკალი გაქვთ, ჩემო კარგებო და აგერ თვითონ მოვიდა ადამიანი თასების მეფე, ხო? რა ხდება, ხო? აი კი, ნამდვილად ეს ურთიერთობა არის ამ ეტაპზე გაწყვეტილი, მაგრამ ათიანი თასებით. მაგრამ თქვენ იცით როგორ ხართ, არ უსურვებთ ამ ადამიანს არანაირ ცუდ ენერგიებს, არანაირ დაუშვათ ბუმერანგს, ეზოთერიკოსების ენაზე თუ ვიტყვით ამ ყველაფერს, პირიქით, ანუ გინდათ რაღაცნაირად გინდათ თითქოს რომ ეს დაბრუნდეს. რაღაცნაირი ემოციური კავშირი გაქვთ იმ პიროვნებასთან, ვიზეც ჩაიფიქრეთ ეს საჯარო გაშლა. ნახოთ აბა ეხლა გრძნობა ნამდვილი იყო თუ არა თქვენ ორს შორის. კვერთხების რაინდი, 6-იანი კვერთხები, 9-იანი ხმლები. ჩემო კარგებო, ეს ემოცია, ეს პიროვნება, რომელიც თქვენს სივრცეში შემოვიდა და რომელიც ჩაიფიქრეთ, ხო? საკმაოდ ქარიზმატული ადამიანია, ადამიანი, რომელიც ასეთი სწრაფი ნაბიჯებით შემოვიდა, ესეთი მასშტაბურად შემოვიდა თქვენს სივრცეში და ამ მასშტაბურობამ თქვენში გამოიწვია გარკვეული ტიპის დაბნეულობა. ნახოთ კიდე, თუმცა ეს იყო ძალიან დიდი მიზიდულობა. თქვენ ორის თითქოს ხედავდით კი, აი ინტუიციურად ხედავდით თითქოს საკუთარი თავის ანარეკლს, ხედავთ აი აქაც მთვარეში როგორ ირეკლავს. ანუ საკუთარი თავის ანარეკლს ხედავდით თითქოს მეორე ადამიანში. აი გქონდათ განცდა, რომ იპოვეთ თქვენი სულის მეორე ნახევარი. იპოვეთ ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეძებდით. აი ესეთი იყო ეს განცდა. თქვენ ორს შორის იყო თუ არა ეს ნამდვილი სიყვარული, ანუ ისევ პენტაკლების რაინდი მოდის, 3-იანი ხმლები და კვერთხების რაინდი. მეგობრებო, სულ რაინდის ენერგიებს მიჩვენებს აქ, ნუ არ ვიცი რატო, მაგრამ შესაძლოა აქ იყოს ადამიანი, რომელსაც აქვს ახალგაზრდული ბუნება. აი მე ვეძახი ხოლმე ესეთ იმებს, აი მარადმწვანე ბიჭებად რომ რჩებიან. აი ესეთ პიროვნებაზე ვსაუბრობ. მამაკაცებო, შეგიძლიათ თქვენ თუ უერთდაუშვით ქალბატონებისთვის, თქვენ თავზე მიიღოთ ეს კონკრეტული. მარადმწვანე ბიჭები რო არიან, აი სულ რომ რაღაცა თავგადასავლების მაძიებელი პიროვნებები არიან, სულ რომ ცდილობენ რომ არ ჩამორჩენ დროს. აი ესეთ ენერგიებს აჩვენებს ამ ადამიანთან მიმართებაში. თუმცა თქვენ ამ ყველაფერმა მე ვიტყოდი, რომ გული გადგინათ ამ ურთიერთობის დასრულებამ. იცით რა, ნდობა არ იყო აქ თქვენი მხრიდან, ჩემო ძვირფასებო, რატო არ იყო ეს ნდობა, ეს არის საინტერესო, იმიტომ რომ აქ ნახეთ, მიუხედავად იმისა, რომ სულის ანარეკლს მიჩვენებს და მეორე პიროვნებას ახასიათებს ისე, რომ თითქოს აი მეორე ნახევარი ვიპოვე, აი აქ არის საკმაოდ დაძაბულობა, ხედავთ როგორ ჭიმავენ ერთ თოქს ორი სხვადასხვა მხრიდან, ხო? აი რაღაც თითქოს თქვენსას ეკაჩებოდით, ის თავისას ეკაჩებოდა და ამ დროს ვერ მიიღეთ ის, რაც გინდოდათ, რამაც მოგანიჭათ ეს გულის ტკივილი. მაჩვენით აბა გრძნობა იყო თუ არა. პენტაკლების ტუზი,
ხედავთ ხო? თასების პაჟი და კვერთხების მეფე. ანუ მაგას ვამბობ რა, ადამიანი შეიძლება ასაკით უფროსიც, მათ შორის ცოტათი თქვენზე, მაგრამ აი მუდმივი რაინდი, მუდმივი შეყვარებული, მუდმივად ეპიცენტრში მყოფი პიროვნება და ცოტა ისეთი. აი კი მოვიდა სამართლიანობა, ანუ ცოტა როგორი იცით, აი რაღაცნაირად კაცრი კი არა. აი თავის ნათქვამა. აი ეს არის ზუსტად ეს შესაბამისი სიტყვა, თავის ნათქვამა. აი ამ თავის ნათქვამობამ თქვენ შეგიყვანათ ჩიხში. თქვენ რაღაცნაირად მანდილოსნებზე ვსაუბრობ აქ. ქალბატონებმა ვეღარ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ურთიერთობა თქვენთვის იყო თუ არა ის, რასაც ეძებდით და რასაც დაუშვათ ისურვებდით თქვენი საკუთარი თავისთვის. აი ესეთი ენერგია. ეხლა ვნახოთ რა პერსპექტივა აქვს ამ ურთიერთობას, იმიტომ რომ თქვენ მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც ხო გაქვთ მოლოდინი, რაღაცას ესწრაფვით, ხო, თითქოს აი კი პასიურ მდგომარეობაში ყავთ გადაყვანილი ეს მოლოდინის რეჟიმი, მაგრამ აი თქვენს ენერგიას მაინც ახმართ ამ პიროვნებაზე ფიქრს. ნახოთ ეს უნდა იყოს ასე თუ ენერგეტიკულადაც დასრულებულია ეს პროცესი. ნახოთ აბა. აი ხო გეუბნებით ორიანი კვერთხებით გახართ და ელოდებით. ესია რამე პერსპექტივა აქვს ამ ურთიერთობას, ისევ ხმლების რაინდი მოვიდა. არკანის სულელი. კვერთხების პაჟი. თასების ტუზი. არკანი იმპერატრიცა. არკანი ძალა. ათიანი კვერთხები. კვერთხების რაინდი. ჩემო კარგებო, წეღანაც უკვერთხები მოვიდა, ეხლაც პრინციპში ჩემთვის აქ გასაგებია, რომ თქვენ გაქვთ მაინც რატომღაც, არ ვიცი რატომ, მაგრამ მაინც გაქვთ იმედი, რომ რაღაცა შეიძლება თავიდან დაიწყოს. რაღაცა შეიძლება შანსი ისევ გქონდეს ამ ურთიერთობას და აი ცოტა დაბნეულად ხართ თქვენს სიტუაციებში. რაც არ არის იგივე იდენტური მეორე ადამიანის მხრიდან. ეს ადამიანი სამწუხაროდ აღარ ფიქრობს იმას, რომ თქვენს შემთხვევაში ეს ურთიერთობა ისევ შეიძლება დაბრუნდეს საწყის მდგომარეობაში. მიუხედავად იმისა, რომ ნახეთ, აი დასტის ბოლოს ისევ იგივე გამიმეორა. რომ ზუსტად წეღანაც მაგის არკანი მოვიდა, ანუ კვერთხების მეფე მაგი და ოთხიანი კვერთხები. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი თქვენთან თავს არაჩვეულებრივად გრძნობდა იმასაც, რომ თითქოს თქვენ იყავით მისი ოჯახი, შეიძლება ესე არ იყო ოჯახი, იმიტომ რომ აქ არ მიჩვენებს რაღაც ოფიციალურ ურთიერთობას, მაგრამ აი თქვენთან ურთიერთობა მისთვის ასოცირდებოდა როგორც ძალიან მშობლიურთან, ძალიან ნაცნობთან კონტაქტი. მაგრამ ამჟამად ეს პიროვნება საერთოდ არ ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით, რომ რაღაცა ურთიერთობები უნდა აღადგინოს. სამიანი პენტაკლები მოვიდა აქ, არკანი კვერთხების ტუზი და რვიანი პენტაკლები. დღესდღეობით ამ ადამიანის ცხოვრებაში სულ სხვა პრიორიტეტებია, შეიძლება ითქვას და ეს პიროვნება ამ ურთიერთობიდან ენერგეტიკულად თავს აჩვენებს, რომ არის გასული. ხმლების მეფის ენერგიაში, ანუ ცივ ენერგიებშია და თვითონ დაბრუნებას არ ფიქრობს. კი ბატონო, არ ფიქრობს. ჩემო ძვირფასებო, მოდი ერთი რჩევასაც ვკითხავ თქვენთვის, იმიტომ რომ აქ მე მიჩვენებს, რომ ადამიანი, რომელიც ჩაიფიქრეთ, ის პიროვნება
პრინციპში ენერგეტიკულად თქვენგან უკვე შორს არის, მაგრამ თქვენ არ გჯერათ, არ გინდათ ამის მიღება თითქოს რაღაცნაირად და მაინც ენერგიას აძლევთ, მაინც ფიქრობთ, მაინც ყვებავთ მის ენერგეტიკულ წყაროს თქვენი საკუთარი კუთვნილი ენერგიით, რომელიც შეგიძლიათ ისევ თქვენი კეთილდღეობისთვის გამოიყენოთ, იმიტომ რომ არასწორად დახარჯული ენერგია არის ზუსტად იგივე, რაც შემიძლია შევადარო ელექტროენერგიას რო ვანთებთ და მე ტელევიზიებით და არა მხოლოდ ტელევიზიებით რო გვეუბნებიან, რომ იცით რა გლობალური დათბობაა, ტემპერატურა მოიმატა და გთხოვთ, სადაც არ გჭირდებათ, დაკეტოთ წყალი, ჩააქროთ შუქი და ასე შემდეგ. ანუ თქვენ აი ესე ანთებთ შუქს, უშვებთ წყალს და ამ ყველაფერს აკეთებთ აი ესე რა, ანიავებთ ფაქტიურად თქვენს პირად ენერგიას და ეს რესურსები ჩემო ძვირფასებო აღდგენადი სამწუხაროდ აღარ არის, ვეღარ არის აღდგენადი. ამიტომ ეცადეთ რომ ნუ მიცემთ აი ესე კვების საშუალებას თქვენი პირადი რესურსებით. ნახოთ, რჩევა მინდა თქვენთვის ამოვიღო. რას გირჩევთ ტარო ამ ურთიერთობასთან დაკავშირებით? არკანი ზომიერება, არკანი სამყარო და არკანი იმპერატორი. მეტი რა გითხრათ? რაც გითხარით, რომ ნუ მიცევთ თქვენი რესურსებით სარგებლობის უფლებას, თქო ზუსტად ეს არის. დაიცავით თქვენი საზღვრები, გაიგეთ, რომ ეს ყველაფერი დასრულდა და რაღაცები სრულდება, რაღაცები იწყება, მაგრამ სანამ ამას არ დაასრულებთ თქვენს ენერგეტიკულ სივრცეში, ხო, ახალი არაფერი არ დაიწყება. ესეა, ეს კანონია ჩვეულებრივი. დაიცავით ზომიერება, მიენდეთ სამყაროს, იმიტომ რომ რაც თქვენგან მიდის, შეიძლება იმ მომენტში, წასulis მომენტში მტკივნეულია, მაგრამ დაუშვით ისიც, რომ თქვენთვის უკეთესი აქვს სამყაროს გამზადებული. დაუშვით ეს ხალხო, ანუ დაიჯერეთ ამაზე, იმანიფესტირეთ, იმედიტირეთ, ილოცეთ, რა ვიცი, რაც გინდათ ისქენით, უბრალოდ ეცადეთ, რომ სამყაროსთან შეხვიდეთ ნდობასა და ჰარმონიაში. და მისცემთ თქვენს ენერგიას, თქვენს რესურსებს, მისცემთ იმ თქვენს ტერიტორიებს, რომელიც თქვენ გეკუთვნით. დაიცავით ეს, ამას თქვენ გარდა არავინ არ დაიცავს, ჩემო ძვირფასებო, არავინ არ გაუფრთხილდება. სამწუხაროდ ერთი ჭერქვეშ ცხოვრობენ ადამიანები და იმ ადამიანებს შორისაც კი ხდება ხანდახან ისეთი მომენტები, რომ ერთმანეთს არ უფრთხილდებიან, იმიტომ რომ გინდა არ გინდა ადამიანს აქვს ეგოისტური ბუნება. ეს ყველა ჯერზე ადამიანი ამას ამუშავებს, რა თქმა უნდა, თუ ეს ხდება გაცნობიერებულად, მაგრამ სამწუხაროდ ადამიანური ბუნება თავის თავში მოიცავს ეგოიზმს და თქვენ რა გინდათ ახლა დამაჯეროთ, რომ ადამიანი, რომელიც თქვენგან წავიდა და რაც ახლა წარმომაჩვენა თქვენზე აღარ ფიქრობს, მადლიერი იქნება იმის, რომ თქვენ წლები, დღეები, უძილო ღამეები მიუძღვენით, არ იქნება. და მართალიც იქნება, ეს თქვენი იმედებია, რომელიც თქვენ გაგიცრუდებათ ისევ და გატკეთ. აი, თქვენი უძილო ღამეები და თქვენი ფიქრები. რისთვის? თორე კი. აი, რუიანი პენტაკლებით გახართ და ელოდებით. გაიხედეთ წინ, აი, რუიანი თასები, ჩემო ძვირფასებო, გაიხედეთ წინ, დადექით ზურგით იმ ყველაფრისგან, რაც გაიარეთ. ეს არის რჩევა ტაროსგან თქვენ მიმართ. კი ბატონო, აქ მოვიდა არკანი შეყვარებულები, პაჟები, თასების პაჟი და არკანი 10-იანი თასები. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანები გაუშვით თქვენი ცხოვრებიდან მადლიერებით. ეს დაიმახსოვრეთ, რომ მადლიერებით გაშვება კიდე ერთი დიდი ნიჭია. როდესაც აი წეღან ბუმერანგზე გესაუბრეთ, ხო? როდესაც არ უსურვებ ადამიანს არაფერს ცუდს, უბრალოდ დალოცავ და გაუშვებ, ისევე როგორც ჩემ არაკეთილის მოსურნეებს აქ რომ ჩუმჩუმად მისმენთ ხოლმე და მე რაღაც გამაღიზიანებელ კომენტარებს რომ მიწერთ, გლოცავთ ჩემო ძვირფასებო, გლოცავთ და შეგიძლიათ თავისუფლად მიბრძანდეთ ჩემი სივრციდან. აი ესე დალოცეთ ყველა, ვისაც თქვენთან ყოფნა არ უნდა, ყველა, ვისაც არ ეძვირფასება თქვენს გვერდით გატარებული არც ერთი წუთი და არც ერთი წამი და გჯეროდეთ, რომ სამყარო გამოგიგზავნით ისეთ ადამიანებს, რომლებიც ამას დააფასებენ, რომლებიც იქნებიან მადლიერები ამ ყველაფრის.
მაგრამ ის რომ ვიღაცამ რაღაცა დააფასოს იწყება პირველ რიგში იმით რომ თქვენ ჯანსაღად დააფასოთ თქვენი საკუთარი თავი, თქვენი საკუთარი ენერგია, თქვენი საკუთარი რესურსები, უნარები, პოტენციალი და ასე შემდეგ. ეს არ არის ამბიცია, ეს არის ჯანსაღი შეფასება იმისა, რა ხართ თქვენ, რა გინდათ საკუთარი თავისთვის და რას თან ხმდებით. ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი საჯარო გასვლა, ჩემო ძვირფასებო. იმედი მაქვს საინტერესო იყო, გელოდებით ყველას კომენტარებში. უმორჩილესად გთხოვთ, თუ კომენტარებს არ დაწერთ, არხი მაინც გამოიწერეთ. ეს არის ყველაზე მსუბუქი მადლიერების ფორმა თქვენი მხრიდან და ისევ თქვენთვის, ჩემო კარგებო, ისევ თქვენთვის. დროებით, გემშვიდობებით და შევხვდებით უახლოეს მომავალში.